დაუბრუნდით და კეთი უნდა ვისაუბროთ ახლა ძალიან აქტუალურ და პრობლემურ თემაზე. ეს არის ფაროსანა და თეთრი პეპელა. საქართველოში ბოლო წლებია სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად იქცა ფაროსანა და თეთრი პეპელა, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას, მოსავალს და სოფლის მოსახლეობას. ამერიკული თეთრი პეპელა და აზიური ფაროსანა საქართველოს ორ უმნიშვნელოვანეს საკარანტინო მავნებელს წარმოადგენენ, რომლებიც ერთობლივად ანადგურებენ ხეხილს, თხილს, კაკალს და ბოსტნეულს. მათი გავრცელების არეალის მართვა და წამლობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. დღეს ჩვენი სტუმარია რუსეთის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი და მასთან ერთად ვისაუბრებთ აი ამ მნიშვნელოვან გამოწვევებზე. თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, რა უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა მოვიქცეთ. ხო, ძალიან დიდი თავისკევილია ეს სოფლის მეურნეობისთვის, მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ფაროსანა აქტიურად გვებრძვის. თითქოს აი ჩემი გადასახედიდან, თითქოს რაღაცა ეტაპზე მოვერიეთ ფაროსანას, ყოველთვის შემცირდა რაოდენობა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა. აი გვიამბეთ, საუბრობთ ორ განსაკუთრებულ მავნებელზე, ფაროსანაზე და თეთრ აზიური და ამერიკული თეთრი პეპელა. ზუსტად მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და ეხა აქტიური სეზონია და ეს საკითხებიც აქტუალურია, როდესაც საქმე ეხება მცენარეთა განსაკუთრებით საშიშ მავნე ორგანიზმებს, როგორიც არის აზიური ფაროსანა და იგივე ამერიკული თეთრი პეპელა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არის გავრცელებული და აქტიური ღონისძიებები, კომპლექსური ღონისძიებები ტარდება სახელმწიფოს მიერ მათ წინააღმდეგ და ჩვენ როგორც რუსეთის ეროვნული სააგენტო მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს ესეთი მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ღონისძიებები და კონკრეტულად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ უკვე 2016 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც ეს მავნებელი ქვეყანაში შემოვიდა, აქტიური ღონისძიებები ხორციელდება. რაც შეეხება ამერიკულ თეთრ პეპელას, ის ჯერ კიდევ 1976 წელს დაფიქსირდა პირველად საქართველოში და უკვე დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში სახელმწიფო აქტიური და კომპლექსური ღონისძიებები გაატარა მის წინააღმდეგ და 2012 წლის შემდგომ პერიოდში ეს მავნებელი აღარ გვხვდება ისეთი, ასე ვთქვათ, გავრცელების არეალით, როგორც მანამდე იყო წარმოდგენილი. რასაც ვერ ვიტყვით ფაროსანაზე. კი, აქ სხვა სიტუაცია და მოგახსენებთ. 2012 წელს სახელმწიფომ გაატარა ძალიან დიდი ღონისძიებები და მასშტაბური ამერიკულ თეთრ პეპელის წინააღმდეგ და ეხლა გვხვდება კერობრივად, ანუ ინდივიდუალურ ხეებზე, შეიძლება საკარმიდამო ნაკვეთებში შეგხვდეს. ამას არ აქვს, ასე ვთქვათ, ისეთი მასშტაბური გავრცელების ხასიათი, თუმცა არის კერობრივი და ჩვენ ვახორციელებთ ესეთი ტიპის ღონისძიებებს და ასევე მნიშვნელოვანია აქ მოსახლეობის ჩართულობაც, რომ მექანიკური ხო, აი რა როლი აქვს მოსახლეობას, აი რა შეგვიძლია ჩვენ ჩვენს კარმიდამოზეა საუბარი, ხო? ხედავთ ეკრანებზე, აქ აი ეს ახლა მაგალითად ეკრანზე აი ეს კი, ეს არის მატლის ფაზა ამ პეპელის და ეს არის ზუსტად ამაზიანებელი და ნებისმიერი სინთეზური პირეტროიდების ინსექტიციდი მასზე ძალიან ეფექტურად მოქმედებს. ასევე რა ხანგრძლივობით უნდა გამოვიყენოთ და რამდენჯერ წელიწადში? აქვს წლის განმავლობაში, პირველი თაობა ეს არის ივნისი-ივლისი და შემდეგ გადადის დაჭუპრების ფაზაში და უკვე აგვისტოს ფაზა არის. ანუ ორჯერადი დამუშავებით საკმაოდ მაღალ შედეგს მივიღებთ. თუმცა ამ ღონისძიებებს ჩვენ ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, ამერიკულ თეთრ პეპელის წინააღმდეგ ვახორციელებთ და ამ მომენტისთვის უკვე 800 ჰექტრამდე ფართობი არის დამუშავებული. ეხლა სახელმწიფო რას აკეთებს? მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებისათვის შექმნილი არის სპეციალურად მართვის ცენტრი. სააგენტოს გააჩნია 270 ერთეულამდე სპეციალური ტექნიკა. შექმნილია ეს მართვის ცენტრი და ამ მართვის ცენტრიდან ხდება ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია და იგივე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ უკვე მარტიდან აქტიური ღონისძიებები არის დაწყებული. ეს ღონისძიებები რას გულისხმობს? იმისათვის, რომ განსაზღვროთ მავნებლის გავრცელების არეალი, დავადგინოთ ღონისძიებების დაწყების ზუსტი ვადები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება ეგრეთ წოდებული ფერომონიანი დამჭერების განთავსება, რომელიც იზიდავს ამ მავნებელს და აფიქსირებს, სადაც ხდება. აი, განსაკუთრებული კერები სად არის? რომელი რეგიონები არის, სადაც ყველაზე მეტია თუ ასე არ არის? საიდანაც აქვს ამ მავნებელს მას იგი უპირატესობას ანიჭებს სუბტროპიკულ კლიმატს და გამომდინარე აქედან ხდება დასავლეთ საქართველოში,
თუმცა იგი აღმოსავლეთ საქართველოში აკლებს არც აღმოსავლეთ საქართველოს. მნიშვნელოვანია ამ მავნებლის წინააღმდეგ გატარდეს ღონისძიებები, რადგან ეს არ არის სამწუხაროდ მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის რეგიონის, ბევრი ქვეყნის პრობლემა, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის ბევრი ქვეყნის და დღემდე აქტიურად და მასშტაბურად ებრძვიან ამ მავნებელს. მთავარი მიზანი რა არის ახლა ჩვენ შემთხვევაში? ეს არის სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა იმ პოტენციური ზიანისგან, რაც შეიძლება ამ მავნებელმა მოუტანოს ჩვენს სოფლის მეურნეობას, ჩვენს ეკონომიკას, რადგან იგი ძლიერი გავრცელების პერიოდში თითქმის 80%-ით აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ხილბოსტანი ძირითადად აზიანებს ეს არის ეს მოვიკითხეთ. დიახ, ანუ აქტიური თხილზე იყო დიდი ბუმი, იმიტომ რომ თხილის მოსავალი რამდენიმე წელი საერთოდ აღარ ქონდა საქართველოში, იმიტომ რომ გაანადგურა ფაროსანა. ეს არის მავნებელი, რომელიც სხვა მავნე ორგანიზმებისგან განსხვავებით არის პოლიფაგი, რაც ნიშნავს, რომ ბევრ მცენარეს აზიანებს. 300-ზე მეტი მცენარე არის ოფიციალურად მეცნიერულად დადასტურებული, რომ მას შეიძლება დააზიანოს. ეს არის რომელიმე მცენარე, რომელსაც არ იტანება. ნაყოფის მომცემი მცენარეები, როგორიც არის თესლოვანი, კურკოვანი ხეხილი, ბოსტნეული, იგივე მარცვლოვანი კულტურები, კაკლოვანი კულტურები მათ აზიანებს, ასევე დეკორატიული მცენარეები, ტყისჯიშები, ანუ საკმაოდ ფართო არის იმ მასპინძელი მცენარეების ჩამონათვალი, სადაც ეს მავნებელი შეიძლება გავრცელდეს და აზიანოს, გამრავლდეს და ასე შემდეგ. ამიტომ რთული არის შედარებით მისი კონტროლი, თუმცა იმ თანამედროვე მიდგომებით, იმ მიღწევების გამოყენებით, რაც მეცნიერებაში არსებობს ამ კუთხით, ამას ვიყენებთ ჩვენ აქტიურად და ის ტექნოლოგიები, რაც მსოფლიოში წამყვანი მეცნიერების მიერ არის შემუშავებული, ჩვენს პროგრამაში დანერგილი გვაქვს და ჩვენ აქტიურად ამ, ასე ვთქვათ, პროგრამას მივყვებით და ვიყენებთ ამ ელემენტებს და მთავარი მიზანი, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ეს არის დაცვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების და იმ ღონისძიებების შედეგად, რასაც ატარებს სახელმწიფო, იმ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ასევე შიდა მოხმარების განკუთვნილ პროდუქციას არ შექმნია საფრთხე, რომ ამ მავნებლებს გაენადგურებინოს. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან ერთად იმ რეკომენდაციებით, იმ ეფექტური მეთოდების გამოყენებით ფერმერებმაც, მოსახლეობამაც გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რადგან ერთობლივ ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენსაც გავაკეთებთ, თქვენსაც დავამატებთ და ასე. ჩვენ ეთერამდე საუბრობთ ამ მავნებელზე და ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ეს არის მავნებელი, რომელიც სწრაფად მრავლდება და ერთი ინდივიდისგან წარმოიდგინეთ, ხა ჩვენს პირობებში აქვს ორი თაობა. ერთი ინდივიდი, რომელმაც გამოიზამთრა სხვადასხვა თავშესაფარში, სეზონის ბოლოს ჩვენ შეიძლება მივიღოთ 30,000-მდე ინდივიდი. ამიტომ რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული მავნებლის განადგურებას და იმის, ასე ვთქვათ, გაგებას, რომ ეს მართლაც ერთი ფაროსანა წლის მანძილზე შობს 200 ფაროსანას. ამიტომ მისი 250-ს შემდეგ მეორე თაობა როდესაც აქვს კიდევ 250-ს წარმოიდგინეთ, ანუ ეს ანუ 30,000 აღწევს, ანუ ერთი ინდივიდისგან, მდედრისგან მიღებული თაობათა ნაირსახეობაც არის. ხო, ხან შვილი რო გეგონა მე მეგონა რომ წვანებ შეფერილობის ფაროსანა. ახალგაზრდა მეთქი. ხო, ასე მეგონა მეც და რეალურად როგორ არის? მწერები ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანიზმები არიან დედამიწაზე და საქართველოში იგივე ამ ოჯახის ნახევრადხეშეშფრთიანების წარმომადგენლები გვხვდება, რომელიც ენდემურ სახეობებია და ოდითგანვე საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდებოდნენ, რომლებიც ძალიან მსგავსია ამ აზიური ფაროსანასგან, თუმცა ის განმასხვავებელი ნიშნები, ვიცით, სპეციალისტებმა, ასევე გამოცდილმა ფერმერებმაც, მოსახლეობამაც შეუძლიათ მათ განასხვაონ ეს სახეობა და ეს არის სახეობა, რომელსაც უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლიათ და არა, ეს აზიური ფაროსანას საუბრობ. რაც შეეხება იმ მწვანეს და კიდევ სხვა სახეობებს. ის გვხვდება საქართველოში და ისიც ფაროსანა ქვია მასაც სხვა სახეობა ის არ არის ისეთი დამაზიანებელი და ისეთი საფრთხის შემცველი არ არის როგორც აზიური ფაროსანა. აი დედაქალაქში როდესაც ხდება მე მაგალითად თბილისში ძალიან ბევრი განსაკუთრებით ქალაქელი ფაროსნები არის. კი, თბილისში შეიძლება შევხვდეს იმ დროს, როდესაც ანუ პირველი ყველაზე მეტი რიცხოვნობით, როდესაც
გამოსაზამთრებელი ადგილების ძებნაში სახლებისკენ გადაადგილდებიან. ანუ ზამთარს გარეთ ვერ ატარებენ. ეს არის ბიოლოგია არის ამ წერის ესეთი რომ ზრდას ფაზაში გადაიზამთროს და შეაფაროს თავი დაბალ ტემპერატურებს და ამისთვის იყენებენ სახლებს, სხვა დამხმარე შენობა ნაგებობებს, ტყეებს და ასე შემდეგ, სადაც შედარებით მაღალი ტემპერატურა იქნება და ზამთრის მინუს ტემპერატურები მასე არ იმოქმედეს უარყოფითად. ბატონო ნიკოლოზ, რა მაინტერესებს? აი, როცა მიდის ბრძოლა აი პეპლებთან, ფაროსნებთან. ხომ არ არის მაგალითად დამაზიანებელი იგივე შინაური პირუტყვი იქნება, ამ ფრინველი იქნება, ან ვიღაცა სკაფუტრები ყავდეს, აი ეს მომწამლელი, რა თქვა, რითიც შეიძლება გავანადგუროთ ფაროსანა, რამე სხვა დაუზიანებს მაგალითად ფრინველს. აქაც ჩვენ ამ პროგრამაში ვიყენებთ ისეთ მეთოდებს, ისეთ ტექნოლოგიებს, რაც ნაკლებზე გავლენას ახდენს ჩვენს გარემოზე, ჩვენს სასარგებლო ორგანიზმებზე, რა თქმა უნდა, ადამიანზე, თვითსისხლიანებზე და პირველი ანუ გამოყოფ ეს არის ეგრეთ წოდებული მოიზრდა გაანადგურე სადგურების გამოყენება ჩვენს პროგრამაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც მაღალი რისხოვნობით ფიქსირდება მავნებელი, მონტაჟდება ეგრეთ წოდებული ფერომონი, რომელიც იზიდავს ამ მავნებელს დიდი რაოდენობით. ამ სადგურების განთავსება ხდება არაყვავილოვან მცენარეებზე და შემდეგ წერტილოვნად მუშავდება ეს მცენარეები. ანუ ეს იზიდავს დიდი რაოდენობით, ასობით, ათასობით მავნებელს ერთ კონკრეტულ წერტილზე და ეს მუშავდება ისეთი პრეპარატების გამოყენებით, ეს არის სინთეზური პირედროიდების ჯგუფის პრეპარატები, რომელსაც აქვს ყველაზე ხანგრძლივი ნარჩენი მოქმედება და დაახლოებით 14 დღის მანძილზე ეს დამუშავებული ზედაპირი ამ მწერზე მოქმედებს, ანუ აზიურ ფაროსანაცია საუბარი და ეს ფერომონი, რომელიც შექმნილია ამერიკელი მეცნიერების მიერ და ახლობებით 10 წელზე მეტი მუშაობდნენ ამ ფერომონების შექმნაზე და ნანოტექნოლოგია გამოიყენება ამ ფერომონების დამზადების პროცესში, იზიდავს მხოლოდ ამ მავნებელს და გამორიცხულია იქ რაიმე სასარგებლო მწერი ან ფუტკარი ან რაიმე სხვა ორგანიზმი მივიდეს და ანუ ჩვენ მიზანმიმართულად ამ მავნებელზე ვატარებთ ღონისძიებებს. ასევე არის მეორე მიდგომა, ეგრეთ წოდებული თერმონისლის ტექნოლოგია და დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ჩვენ ვიყენებთ ამ ტექნოლოგიას, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან, თვითმმართველობასთან ერთად კოორდინაციით ხდება მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილება 24 საათით ადრე ღონისძიების ჩატარებამდე და შემდეგ უკვე საღამო საათებში იმ დროს იგივე როგორ ფუტკრის დაცვის მიზნით, როდესაც ფუტკარი უკვე სკაში არის შესული, შემდეგ ტარდება ამ თერმონისლის ტექნოლოგიით ღონისძიებები, რომელსაც არ აქვს ნარჩენი ეფექტი, იგი მცენარეზე არ რჩება და მას აქვს ასე ვთქვათ შემხებლობითი ეფექტი და იმ დროს იქ არსებულ მავნებელს ანადგურებს. სისტემური პრეპარატებით იწაბლება როგორც ეს არის კონტაქტური პრეპარატები, რასაც აი 10 წელია, ნუ წამლავთ ხომ და ასე ვთქვათ ვებრძვით. ხომ არ არის ყოველ წელს ეს ერთ და იგივე ასე ვთქვათ ამ მომწამლავ იმას ვიყენებ თუ რამე ისინიც ასე ვთქვათ იღებენ მე როგორც აი ვითხებს აქვთ ხო ყოველ წელს ახალ წამას იგონებენ რომ დაიხოცოს ადაპტაციას ხო არ აკეთებენ იმ საწამლავზე და ვთქვათ ახალ რაღაცები უნდა წამლოთ მიღებული ტერმინია ენტომოლოგიაში ეს არის რეზისტენტობა რაც თქვენ აღნიშნეთ და სწორად ახსენით იმ პრეპარატებს რასაც ჩვენ ვიყენებთ ჯერ მეცნიერულად არ არის დადასტურებული რომ აზიურ ფაროსანამ გამოიმუშავა რეზისტენტობა ამ პრეპარატების მიმართ და მათ ახასიათებს მაღალი ეფექტურობა დღესაც და ჩვენ ამას ვიყენებთ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მეცნიერებთან სოფლიო დონეზე ჩვენ ვიღებთ მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში არაერთ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა საქართველოს და ჩვენ მუდმივ რეჟიმში ამ ინფორმაციას ვცვლით და ვიყენებთ ყველაზე ეფექტურ პრეპარატებს რომელიც ამავდროულად სოფლიოში არის აპრობირებული და მაგალითისთვის ჩვენ რა პრეპარატსაც ვიყენებთ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის და ასევე სხვა უნივერსიტეტების 63-მდე ლაბორატორიაში გამოიცადა 50-ზე მეტი აქტიური ნივთიერება და ზუსტად ამ პრეპარატებს ჰქონდათ ყველაზე მაღალი ეფექტი, რასაც ჩვენ ვიყენებთ და ბრძოლის ღონისძიებაში მიღებული ტერმინია ესეთი მიდგომა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა IPM-ი და ჩვენ კომპლექსურად ვებრძვით ამ მავნებელს იგივე ფერომონების გამოყენებით, რომელსაც მონიტორინგი და ეს მოიზრდა გაანადგურე სადგურები ქვია იგივე მექანიკური მეთოდით, იგივე ამ ქიმიური მეთოდით, რასაც ვიყენებთ
და ასევე ბიოლოგიური მეთოდით, რაზეც ჩვენ დარწმუნებული ვარ ვისაუბრებთ. კი, აუცილებლად ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ახლა დავიწყოთ ზუსტად საუბარი. მოკლედ, მავნებლებთან ბრძოლის გზაზე კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. ეს არის იაპონური ქინქლა, იგივე კრაზანა, მაგრამ მაყურებელმა ეხა ისე არ გაიგოს, რომ ჯერ ფაროსანას ვერ მოვერიეთ ბოლომდე და ახლა კრაზანებთან არ მოგვიწიოს ბრძოლაო და მოდით ამაზე კარგად თქვენ გვიამბეთ. რა არის, ვინ არის ეს კრაზანა და რა როლი აქვს მას ბრძოლის გზაზე? ეს არის იაპონური ქინქლა, მცირე ზომის პარაზიტოიდი, რომელიც ამ მავნებელს ანადგურებს. იმ ქვეყნებში, საიდანაც ეს მავნებელი მოდის და ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, იქ აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების და ზოგადად მავნების წარმოადგენს. რადგან იქ ისეთი მცირე რიცხოვნობით გვხვდება ბუნებაში, რომ ის ზიანი არ მოაქვს. და რატომ? იმიტომ რომ იქ ზუსტად რეგულირდება ამ იაპონური ქინქლით, რომელიც ბუნებაში იქ გვხვდება. როდესაც ეს ინვაზიური სახეობები მწერების შედიან ახალ ტერიტორიებზე და იქ მათთვის არის კარგი კლიმატური პირობები, კი, ახლა ჩვენთან 60-ია მოგეხსენებათ, ესეთი მრავალფეროვანი მცენარეული საფარი, ესეთი კლიმატური პირობები, იგი მშვენივრად გრძნობს აქ თავს და აქ დაიწყო მან ესე გამრავლება. მას არ დახვდა აქ ბუნებრივი მტერი და შესაბამისად მისი რიცხოვნობა მკვეთრად გაიზარდა. ეს არის, ანუ ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, ბევრ ქვეყანაში, სადაც იგი შევიდა, იქ პრობლემა შექმნა. დარჩენილია სადაც ვერ შევიდა, მაგრამ მის გავრცელების რუკა რომ ვნახოთ, ძალიან მცირე ჩამონათვალი შეიძლება იყოს ქვეყნები, სადაც ეს მავნებელი არ არის. და შემდეგ უკვე, როდესაც ეს მავნებელი შემოვიდა, ჩვენ რა თქმა უნდა სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები დავიწყეთ და ეს გულისხმობდა მისი პარაზიტოიდების მოძიებას ბუნებაში და ამ დრომდე, ანუ 2018 წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დავაფიქსირეთ პარაზიტოიდი, ჩვენ იტალიელი მეცნიერები გვეხმარებოდნენ ამაში, ჩვენ ადგილზე ვახდენდით იდენტიფიცირებას, თუმცა იქ ტურინის უნივერსიტეტთან მქონდა თანამშრომლობა და გარკვეულ, ასე ვთქვათ, ნიმუშებს იქ ვაგზავნიდით და ისინი იქიდან მოდიოდა უკვე პასუხი ზუსტი სახეობის შესახებ. აქამდე დაახლოებით 5 სხვადასხვა სახეობა დაფიქსირდა, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებული არის, რომ ყველაზე ეფექტური ამ მავნებლის კონტროლის საქმეში არის იაპონური ქინქლა, რომელიც მაღალი პროცენტულობით ანადგურებს აზიური ფაროსანას კვერცხებს. ეს არის მცირე ზომის, მილიმეტრი დაახლოებით მისი ზომა, თვალით შეიძლება ვერც დავინახოთ, შევიარაღებელი თვალით და მიკროსკოპი დაგვჭირდეს მის გასარჩევად და იგი დებს ფაროსანას კვერცხებში, თავის კვერცხს და ნაცვლად აზიური ფაროსანასი უკვე მრავლდება ეს პარაზიტოიდი. ეს არის მართლაც ბუნების საოცრება და რაც მთავარია, ჩვენთან ეს ბუნებაში გამოვლინდა 2023 წელს. იმ შეგროვებულ ნიმუშებში, რომელსაც სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებდნენ და დადასტურდა ბუნებრივად ეს პარაზიტოიდი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლა მანამდე ვიტყვი კიდე ისტორიას. ანუ ჩვენ ახლა ეს ხელოვნურად არ შემოგვყავს, უკვე რეალურად შემოგვყავს. ვიტყვი, ესე იგი, ჩვენ აქ ჩვენ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაში, რომელიც მდებარეობს ანასეულში, იქ ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს იქაურმა სპეციალისტებმა ჩვენთან ერთად და უკვე შეიქმნა ეს ლაბორატორია, სადაც არის შესაძლებლობა, რომ ბუნებაში არსებული სახეობების გამრავლება მოხდეს უკვე ამ ლაბორატორიაში და შემდგომ გაშვება. გამოცდილებას გეტყვით რეგიონის ქვეყნების, იგივე თურქეთი, რომელიც ბოლო წლებში ყოველწლიურად მილიონამდე ინდივიდს უშვებს ბუნებაში ამ იაპონური ქინქლის, ასევე აზერბაიჯანი, ევროპის ბევრი ქვეყანა და იტალია არის წამყვანი ამ კუთხით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეცნიერებმა როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოში შეაფასეს ის რისკები, მოაქვს თუ არა რაიმე უარყოფითი გავლენა ან შედეგი ამ იაპონურ ქინქლას გარემოსთვის და არანაირად არ დასტურდება ის, რომ მას შეეძლოს რაიმე ზიანის მოტანა სხვა სასარგებლო ორგანიზმის აი კრაზანის სახელმა შეგვაშინა თორე ფუტკრისთვის არანაირად კრაზანა თორე არა ეს არის ქინქლა მცირე ზომის, მაგრამ როდესაც გავრცელდა პირველ წლებში ამ პარაზიტოიდის გამოვლენის შესახებ
პირდაპირ ითარგმნა მისი სახელი და ვოსპ კრაზანა და წარმოუდგენა იყო ისეთი, რომ აქ დიდ რაღაც ურჩხულთან მქონდა საქმე. თუმცა ეს არის მცირე ზომის მიკროსკოპული მწერი. და როგორ უნდა მოხდეს ახლა აი თქვა გადანაწილება და შეყვანა საქართველოს ყველა რეგიონში, დასავლეთ, აღმოსავლეთ. ახლა როგორ ხდება? ლაბორატორიაში ხდება ამის გამრავლება და იდენტიფიცირებული გვაქვს ის ადგილები, სადაც არ ხდება დამუშავება და სადაც მავნებელი აზიური ფაროსანა დებს კვერცხს გამრავლებისთვის. და ზუსტად ესეთ ადგილებზე ვუშვებთ ამ პარაზიტოიდებს და უკვე მოცემული მომენტისთვის 50,000 ინდივიდზე მეტი არის გაშვებული მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე არის ტენდენცია, რომ უკვე ბუნებაში ეს მკვიდრდება და თავის, ასე ვთქვათ, როლს შეასრულებს ამ მავნებლის კონტროლთან დაკავშირებით. ანუ კიდე ერთხელ რო განსაზღვროთ, აღარ გვეყოლება ცოტა ხანში ფაროსანა, სამაგეროდ გვეყოლება კრაზანა, რომელიც უვნებელია ჩვენი ბუნებისთვის, ხო ასეა? გაქრობა ესეც ვერ ვიტყვით, როდესაც ახალი გაცვლები ალბათ მაინც გავთ, ხო გარკვეული. თავარი, ანუ ახალი, როდესაც მავნე ორგანიზმი შედის ახალ ტერიტორიაზე, იქ მისი გაქრობა აღმოფხვრა შეუძლებელია და ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლებს. თავარი მიზანი რაც არის, რომ ჩვენ სასოფლო-სამეურნეო კულტურები დავიცვათ დაზიანებისგან, შევამციროთ ეს დაზიანება, მავნების რიცხოვნობა შევამციროთ და გამოვიყენოთ ის კომპლექსური ღონისძიებები, რასაც ვიყენებთ, რაც აღვნიშნეთ და მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა ბევრ ქვეყანაში და საქართველოს ამ მიდგომას, რა თქმა უნდა, აქტიურად იყენებს. როგორც აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში, ასევე ამერიკული თეთრპეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში და ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ წლებია კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებსაც ვატარებთ, რომელიც ასევე დიდი საფრთხის შემცველი არის ჩვენი მწვანე სავარგულებისთვის და ჩვენი სპეციალისტები ამ წუთასაც მუშაობენ და დაახლოებით 15 წლის წინ მე მახსოვს, რომ სრული შემოსევა იყო საქართველოში, უამრავი მწვანე კალია იყო, ესეთი დიდი ზომის კალია, მაგრამ ეხლა თითქოს ასე არ არის. ეს ჩემი გადასახედიდან და რეალობა როგორია? ჩვენი სპეციალისტები ანუ ადრეულ იდენტიფიცირებას, მათი გავრცელების კერების, განვითარების საწყის ეტაპებზე მათ არ აქვთ ფრთები ამ მავნების და ზუსტად ეს არის ყველაზე ეფექტური პერიოდი, რომ მათინამდე ღონისძიებები ჩავატაროთ და როდესაც უკვე დაფრთიანდება, ცოტა გართულებული არის მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიების გატარება და ზუსტად მაგ შემთხვევასთან მქონდა დარწმუნებული ვარ საქმე, როდესაც ესე ფრთიანი ფორმების შემოსევა იყო თბილისში და შემოგარენში. ძალიან ბევრი იყო საქმე დაახლოებით 10 წლის წინ დავესწარი ლანდშაფტის დიზაინერების შეკრება იყო, ღონისძიება იყო, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მავნებელი, როგორიც არის ალურა, რომელიც ეტანება ბზას და იქ ითქვა, რომ შეეცადეთ, რომ ამიერიდან აღარ დარგოთ ბზები და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხებოდა, ეს მსოფლიო მასშტაბზე იყო საუბარი, იმიტომ რომ ალურას ვერ ვებრძვით და ცოტა ხანში ყველა ნარგავი, ბზის ნარგავი განადგურდება, მაგრამ რეალურად ეს ასე არ მოხდა, გავიდა ბევრი წელი და რა ხდება ალურასთან? მავნებელი, რომელიც სოჩის ოლიმპიადის შემდეგ ჩვენთან გავრცელდა ჩვენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამავე გზით შემოვიდა, მე მგონი სხვა მავნებლებიც, რომელზეც ჩვენ სამწუხაროდ ის იმ ტყის კორომებზე, რომელიც ჩვენთან ბუნებრივად გვხვდებოდა ჩვენი ენდემური ბზის ჯიში, მათზე უარყოფითად იმოქმედა. და ასევე როგორც ვიცით ჩვენ დეკორატიულ მცენარედ ბზას აქტიურად ვიყენებთ გამწვანებაში და ამ მავნებელს ბზის ალურას, რომელიც მხოლოდ ამ ბზას აზიანებს, წარმოიდგინეთ სხვა მცენარეს, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება შეგხვდეს სხვა მცენარეზე და პრობლემას უქმნის და სამამდე თაობა აქვს ჩვენს პირობებში, სამთაობამდე და იმ ღონისძიებებით, ანუ იმ პრეპარატებით, რომელიც სინთეზური პირედროიდების ჯგუფის პრეპარატებით ჩატარებული ღონისძიებებით ჩვენ მას გავანადგურებთ და იგივე მარტის თვიდან დაწყებული ღონისძიებები მარტიდან სექტემბრამდე ამ სამჯერად წამლობას თუ ჩავატარებთ ჩვენი კოლხური ბზაც გადარჩება. ბზას საფრთხე არ შეექმნება, თუმცა პრობლემურია იმ ადგილებზე, სადაც ეს დამუშავება ვერ ხდება და მავნებელი უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გავრცელებული როგორც ჩვენთან, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. ეს შეწამლები და ისინი გაზაფხულიდან, ასე ვთქვათ, შემოდგომის ჩათვლით ტარდება, ხო? ალბათ მაინც ინდივიდუალურია, ხო? ეს არის ასე ვთქვათ, მიბმული პირდაპირ მავნე ორგანიზმის ბიოლოგიაზე და იმ მონიტორინგების შედეგებზე, რასაც თითოეული ორგანიზმი სპეციალურ მიდგომას
მოითხოვს და ზუსტად იმ დროს უნდა ჩაატარო ეს ღონისძიება, როდესაც ეფექტური იქნება. მაგალითის, როდესაც თქვენ აღნიშნეთ ბზის ალურა, ღონისძიება უნდა ჩატარდეს იმ დროს, როდესაც ის არის მატლის ბაზაში და ამ ეს არის ეფექტური ღონისძიება. ეს არის გაზაფხული. გაზაფხული მარტის თვიდან და იგივე აზიური ფაროსანა ეს არის უკვე მარტი-აპრილიდან ოქტომბრის პერიოდი, როდესაც ის იმყოფება მწვანე მცენარეებზე და მაშინ არის ზუსტად ეფექტური მის წინააღმდეგ ღონისძიების გატარება. თუმცა, როდესაც სახლში გადაადგილდება, იქაც აუცილებელია მის წინააღმდეგ ჩატარდეს ღონისძიებები, არის არაერთი პრეპარატი, ჯანდაცვის სახლში როგორ პრეპარატით უნდა თქვა? არის სახლში ალბათ პრეპარატით არის საშუალებები, ამდენიც არ შემოვა სახლში, რომ პრეპარატით მოიწიოს ბრძოლა. კი, ანუ არის საშუალებები, რომელიც შეიძლება გამოიყენო, სახლში დაშვებულია ეს ჩვენი კანონმდებლობით. შესაძლებელია დამუშავდეს როგორც სახლის გარე, ასევე შიდა პერიმეტრი და ასევე მექანიკური განადგურება ყველაზე მექანიკური, დანაშაული არ არის, კარგი ამბავია. ჩათვალეთ, რომ თქვენ ამ ერთი განადგურებული მავნებლით შემდგომი სეზონისთვის ანადგურებთ 30,000-ზე მეტი. წარმოვიდგინე რა, ესე აქ კონტაქტური თუ სისტემატური პრეპარატები. კონტაქტური პრეპარატები, არის ახლა პრეპარატები, რომელიც შეიძლება ეფექტური იყოს იგივე ამ სინთეზური პირეტროიდების და სისტემური ნეონიკოტინოიდების ჯგუფის პრეპარატების გამოყენება, თუმცა ფუტკარზე უარყოფითი ზემოქმედების გამო ჩვენ ამ პრეპარატებს არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამაში. ეს კიკლები არ იყინება, ხო? და თქვა თქვენასთანაც არა ადამიანთან. არა, თუ შეუიარაღებელი თვალით მას ისედაც ვერ დავინახავთ და მიკროსკოპში ჩანს მხოლოდ შესაბამისად. კი, არა, არ ერთის ადამიანს და როგორც გითხარით, ანუ არაერთმა მეცნიერმა ამაზე ნაშრომი გამოაქვეყნა, შეფასებულია რისკები და არანაირი უარყოფითი გავლენა ადამიანზე, თბილისისხლიანებზე, ჩვენს გარემოზე ამ პარაზიტოიდს იაპონურ ქინქლას არ მოაქვს. მოკლედ მშვიდად ვიყოთ. თქვენ ხართ ამის გარანტი. სამომავლო პროგნოზებიც როგორია რომ გითხრათ? პროგნოზები არის ის, რომ ამ იმედიანად რა. ცვლილებებიდან გამომდინარე სამწუხაროდ არის, რომ გააქტიურდა სხვადასხვა მავნებელ დაავადებები და ამიტომ მოუწოდებთ ფერმერებს იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რასაც სპეციალისტები აძლევენ თითოეული კულტურათა ჯგუფის დაცვის მიზნით, ის ღონისძიებები გატარდეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში, რადგან მავნე ორგანიზმებს დიდი ზიანი მოაქვს ზოგადად სოფლიოში და გაეროსა და სურსათის სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ეს არის FAO მათი მონაცემებით 20-დან 40%-მდე არის მავნე ორგანიზმებისგან გამოწვეული ზარალი მთელი სოფლიოს მასშტაბით და ამიტომ მნიშვნელოვანი არის ეს ღონისძიებები გავატაროთ, რათა ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოსავალი და რათა ვაწარმოოთ მაღალი და ხარისხიანი მოსავალი. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი რა თქმა უნდა უდიდესია ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ყველამ ალბათ ჩვენი აგური უნდა დავდოთ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, ამომწურავად ვისაუბრეთ ამ თემაზე.